გავაგრძელოთ, მე ვფიქრობ, რომ ერთი ძალიან საინტერესო თემით, რაც წელიწადის ამ დროს ხშირად გვემართება ხოლმე თვითონ ჩვენგან. სურვილი მაინც გვაქვს ხოლმე. კი, წამის 1000-ში სადღაც, თუნდაც ერთდღიანი. არა, სურვილი სულ არის. წამის 1000-ში კი არა, ყოველ გაზაფხულს არის ეს სურვილები. ყოველ გაზაფხულს არის, მაგრამ ხანდახან განსაკუთრებულად შემოგვიტევს ხოლმე. მოკლედ, გაზაფხული არის ის პერიოდი, დრო, როცა არა მხოლოდ ბუნება, არამედ ჩვენი ფიქრებიც, გეგმებიც, ზოგჯერ სრულიად ცხოვრება იწყებს განახლებას, მაგალითად გვინდა ახალი ვარცხნილობა, ახალი საქმე, ახალი ურთიერთობები, მაგრამ აი რამდენად რეალურია ეს სურვილი და რამდენად არის უბრალოდ სეზონური იმპულსი. ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე გვესტუმრა დღეს, რომელიც დაგვეხმარება უკვე გავიგოთ, რადგან ცვლილებების სურვილის უკან და როგორ უნდა ვაქციოთ საერთოდ ეს ყოველივე რეალურ ნაბიჯებად. გვანცა მაგისტრატები. გვანცა დილა მშვიდობისა. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. გაზაფხული ვახსენეთ, გაზაფხული ხშირად ახალი საწყისების ეტაპთან, პერიოდთან არის ხოლმე დაკავშირებული და საინტერესოა ეს არის უფრო რომანტიკული წარმოდგენა თუ მართლაც რეალური ფსიქოლოგიური პროცესი. რა ხდება ადამიანის გონებაში, ფიქრებში, შინაგან სამყაროში აი ამ დროს. რეალურად გაზაფხული ძალიან კარგი პერიოდი არის იმ კუთხით, რომ გვანახებს აი ამ ციკლურობას, ხო? ჩვენ ძალიან ხშირად თუნდაც რაღაც სირთულე როცა გვაქვს და ახსენეთ, ხშირად ვართ ხოლმე აი იმ სირთულესთან ძალიან ისეთი ასოცირებულები, ხო? მაგრამ ყველაფერი იცვლება და არასდროს ერთი და იგივე ადგილზე არ ვჩერდებით, ხო? და გაზაფხულით რაღაცნაირად ამის კარგი მანიფესტაცია არის, რომ ბუნებრივად თითქოს გარემოც გვიბიძგებს ამისკენ და გვიწყობს ხელს, ყველაფერი. იმიტომ რომ ეს რაღაცა კონტრასტი იცვლება, ხო? ბუნება, ამინდები, გააყვავილება ხდება და თითქოს გეუბნება გარემოც, რომ მოდი ახლა შენ შიგნიდან რაღაცა ცვლილებები გააკეთე. გამოვლინდი თუნდაც სხვანაირად და ამიტომ ბუნებრივი არის რომ გაზაფხულზე ჩნდება ხოლმე ეს სურვილები განახლების ეს ბუნებრივი მახასიათებელია ზოგადად ადამიანისთვის ხო განახლება იმიტომ რომ ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ და ეს ციკლურობა როგორც ვახსენე გვახასიათებს და გაზაფხული არის ზუსტად ეს პერიოდი როცა აი ეს ჩვენი ცვლილებები ეს იმპულსები ეს მისწრაფებები განახლებისკენ თითქოს ცოცხლდება იმიტომ რომ ბუნებაც იგივენაირად ამ პროცესში არის და თან აი ზამთრის შემდეგ პერიოდი ზამთარი უფრო ისეთი არის რომელიც გვაჩერებს თითქოს და გვანილებს გვაცა აი როგორი უნდა იყოს აი ეს პროცესი თავისთავად ცხადია რომ ცვლილებები მე მგონი ყოველთვის კარგია მით უმეტეს როდესაც ჩვენს კეთილდღეობას, ჩვენს თავს, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ფინანსებს და სხვადასხვა მიმართულებით. მოკლედ, ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში თუ ადამიანი ამას გადაწყვეტს, ესე იგი რაღაც კარგისკენ არის მიმართული, ხო? მაგრამ რაღაცნაირად ხშირად გვინდა ხოლმე რომ ერთბაშად ყველაფერი შევცვალოთ, რაღაც უფრო მეტი გვინდა და რაღაც 180 გრადუსით შემოვაბრუნოთ ჩვენი ცხოვრება. მაგრამ ეს როგორც წესი ესე არ გამოდის ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ნაბიჯ, აგურ არის საშენები ეს ყოველივე. აი, როგორ უნდა დავიცვათ აი ზღვარი, როგორ უნდა გავიაროთ სწორი გზა, რომ ცვლილებები ნამდვილად იყოს მომართული საუკეთესოსკენ. ძალიან დიდი კითხვა არის მთელი გამოწვევა ეგ არის ალბათ რომ ერთის მხრივ დარჩე აი ამ იმპულსთან კონტაქტში რომ გინდა ცვლილება და ნორმალური არის და თან უყურებ გარემოშიც რომ ეს განახლება ხდება და მეორეს მხრივ დარჩე საკუთარ კონტაქტში და ბევრი არ მოთხოვე შენ თავს იმიტომ რომ ყველას ჩვენი რიტმი გვაქვს და პირველ ეტაპზე სხვათა შორის ეს სურვილები რაც ჩნდება ხოლმე არ არის ყოველთვის რაღაც დადებით თან ასოცირებული შეიძლება არ იყოს ხო იმიტომ რომ შეიძლება გარკვეულ სირთულეს გავდივარ და აი ის აღარ მინდა რომ მქონდეს პირველი არის ამის გააზრება ზუსტად რომ რა არის ის რისკენაც მივდივარ რა მინდა იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ უფრო კარგად ვიცით ხოლმე რა არ გვინდა ვიდრე რა გვინდა და თუნდაც აი მის გააზრებისთვის არის ძალიან კარგი დრო რომ თუნდაც ურთიერთობებში თუნდაც ფინანსები ახსენეთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში რა არის ის რაც მეძახის, რაც მინდა და მეორე ალბათ აი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კითხვა ამ დროს არის რომ რა არის რაც უნდა გაუშვა ჩემგან, იმიტომ რომ ცვლილებების პროცესი ახალი შედეგები თუ ახალი მდგომარეობა ყოველთვის ნიშნავს ახალი სივრცის შექმნა საკუთარ თავშიც ხო ესე არ მოდის ყველაფერი როგორც ახსენე და არ მოდის ესე ადვილად ზუსტად იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ რაღაცას უარი უნდა უთხრა შეიძლება რაღაცა თვისებას რაღაცა დამოკიდებულებას და ამის გააზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბუნებრივად რომ მოგინდა რაღაც ახალი შედეგი ამას თან ახლავს შიშიც ანუ ეს არ არის სასიამოვნო ცვლილებები არ არის სასიამოვნო პროცესი და ძალიან ხშირად ამ შიშს უფრო გამართლებს თუ არა გამოვა თუ არა როგორ იქნება და ეს
ნაბიჯის გადადგმა. რაჭვია ხოლმე შეიძლება ითქვას მიბმული ერთმანეთთან და სხვა შორის ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი გვანცა რატომაც აი ხშირად ამ ძალიან დიდ სურვილს რომ რაღაც ცხოვრებაში შევცვალოთ, რაღაც უკეთესი გვქონდეს, ჩვენთვის სასურველი შევქმნათ და მივიღოთ შედეგად ძალიან დიდი შემართებით, დიდი მონდომებით და ესეთ კარგი სწრაფი ტემპებით თუნდაც ვიწყებთ ხოლმე, მაგრამ გზა თითქოს შემდეგ აი ეს სურვილი, არ ვიცი, შემართება სადღაც გვეკარგება, მოტივაცია, ჩაქრება ხოლმე. საინტერესოა, აი ეს ენერგია, სად მიიძინებს ხოლმე გზად. აი თუნდაც დავამატებდი თქვენ ახსენეთ რომ აი რაღაც უნდა ვიცოდეთ რა გვინდა კონკრეტულად. აი მაგალითისთვის ავიღოთ მარტივად. ვიცი რომ მინდა ბევრი ფული. აი მაყურებელიც ახლა გვიყურებს და მინდა ბევრი ფული. ვიცით კაფიოთ. მაგრამ რას ვაკეთებთ ამისთვის? აი ეს ხომ ესე მარტივი არ არის ამის ალბათ ბევრი უნდა იმუშაო. მოზიდვა. და მე გზად სადღაც ენერგია გაგაკლდა. მოდი განსხვავებას. კი არის ანუ საინტერესო ვერსია არის ეგეც ალბათ ფული ზოგადად ფინანსები არის ერთ-ერთი ისეთი სურვილი რაც ადამიანებს აქვთ ხოლმე და ამაში ცუდი არაფერი არ არის და პირიქით მნიშვნელოვანი არის ამის გააზრებაც თუმცა იგივე мотиваცია რო ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანია და დამხმარე გავიაზრო რისთვის მინდა ეს ფული იმიტომ რომ ძალიან ხშირად ერთი რო რაღაც მინდა ესეც არ არის ხოლმე ეს ბევრი ფული რამდენია ვისთვის რა არის ბევრი ფული ხო აი ამის ერთის მხრივ ჩამოყალიბება გონებაში რას გულისხმობ როცა ბევრ ფულს ვამბობ და მეორე რისი შესაძლებლობა არის იმიტომ რომ мотиваციას გვაძლევს როგორც წესი არა ბევრი ფული ან ის ციფრი რაც მინდა რომ შევქმნა არამედ რისთვისაც მინდა ეს პირობითად მინდა მოგზაურობა პირობითად მინდა ჩემს ოჯახის წევრებს დავეხმარო პირობითად მინდა რაღაცა განათლება მივიღო და ასე რაღაცა მიზანი რა მიზნისკენ მოძრაობ. კი, რისთვის მინდა, იმიტომ რომ мотиваციას ის გვაძლევს რა, ანუ ის მაყენებს დილით საწოლიდან და არა ის რომ ეხლა ძალიან ბევრი ფული უნდა შევქმნა. თუმცა ხშირად უფრო ამაზე კონცენტრირდებით ხომ და გზაში მე ეს мотиваცია მაგიტომაც გვეკარგება. ამიტომ ამ ხედვის შექმნა რაღაცა კუთხით არის დანიშნულოვანი, რომ რისთვის მინდა ეს ყველაფერი. მეორე თემა არის, რომ აი ერთი წუთი რო წარმოიდგინო, რომ გაქვს. აი გაქვს უკვე ის ფინანსური შედეგები, რაც გინდა რომ გქონდეს. ვინ ხარ და როგორი ადამიანი ხარ ამ დროს. აი შენ ამ ვერსიის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად ეხლა სადაც ხარ და საითკენაც მიდიხარ, ეს ორი სხვადასხვა ადამიანია და ეს ნიშნავს, რომ ახალი ვერსია უნდა დაიბადოს შენში, რომ აი ის ახალი შედეგი შესაძლებელი გახდეს. ეს ნიშნავს, რომ არსებულმა რაღაცაზე უარი უნდა თქვას, რაღაც უნდა გაუშვას და აი ეგ არის ხოლმე ყველაზე რთული პროცესი და აი აქ ერთი კითხვა ალბათ დამაფიქრებელი რაც არის ხოლმე, რომ კი მინდა ეს, მაგრამ მზად ვარ ეხლა ამ ესეთი გავხდე, ვინც პირობითად ხო შეიძლება აღმოვაჩინო, რომ მეტად შრომის მოყარე უნდა ვიყო, რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგა ყოველდღიურად. ანუ ესეთი ვერსია ჩემი თავის მზად ვარ რომ ვიყო, იმიტომ რომ ნახეთ არსებულ მდგომარეობაში, როცა ის შედეგები არ მაქვს, ეს გარკვეულ სარგებელს მაძლევს, იმიტომ რომ თუნდაც არ მოქმედებ ისე ეფექტურად, როგორც შემიძლია რომ მოქმედებდე და სხვათა შორის ეხლა ხან საბოვიკითხე სადღაც არ მახსოვს სად ერთ-ერთი ადამიანის სურვილი და განცდა რომ ყოფილიყო პოპულარული და ქონოდა ეს პოპულარობა ცხოვრებაში და ნუ აი მზად იყო რომ ყველაფერი გაეკეთებინა და შემდეგ გადავხედავ იმ ადამიანების ცხოვრებას და გამოცდილებას რომლებმაც ეს პოპულარობა მოიპოვესო და მივხვდი რომ ისეთი გზა გაიარესო რომ საერთოდ აღარ მომინდაო იმიტომ რომ ის ყველაფერი ძალიან დიდ შრომასთან ენერგიასთან დროსთან და ასე შემდეგ დაკავშირებდა ერთი შეხედვით ძალიან ლამაზად ჩანდა ეს ყველაფერი გარედან რომ აი პოპულარულია და თქვათ მსოფლიო არტისტია და ასე შემდეგ და რა უნდა ამ ყველაფერს მაგრამ მე ხო ვიცით რომ იმისთვის რომ აი ამ თქვათ სურვილამდე და მწვერვალამდე მივიდეთ რომ იქამდე არ არის მარტივი მისასვლელი ეს გზა და ვიღაცას უნდა შეუძლია და ვთქვათ დგამს ამ ნაბიჯებს და თუნდაც წარსულში ტოვებს ამ მისთვის არასასურველ მდგომარეობას და ვიღაც არა. აი ეს რისთვის არის ამიტომ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კითხვა, რაც შეიძლება რომ საკუთარ თავს დაუსვათ ნებისმიერ სურვილთან მიმართებით. რისთვის მინდა ეს ყველაფერი? რა არის ამ მოხდა, მე რა ხდება, რას მაძლევს? თუნდაც იგივე პოპულარობა, აღიარება რაღაცა კუთხით, რატომ არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი? აქ ორი რაღაცას შეიძლება მივხვდეთ. იმიტომ რომ ჩვენ სურვილებს ორი საკითხი, ორი მდგომარეობა აძლევს ხოლმე როგორც წესი ფორმას. ერთი რაღაცის შიში და მეორე არის შინაგანი იმპულსი.
ანუ რაღაცა მისწრაფება რაც მაქვს. როგორც წესი მისწრაფება ადამიანებს საერთო რაც გვაქვს არის განვითარება, ახალი გამოცდილების მიღება, რაღაცა სარგებლის შექმნა და შიშები ასევე რაც გვაქვს არის ის რომ უსაფრთხოდ გვინდა ვიყოთ, ის გვინდა რომ მიკუთვნებულები, გვინდა რომ გვაღიარონ. ხო, ამიტომ რომელი აძლევს ჩემს სურვილს ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე შეიძლება მინდოდეს პოპულარულობა, იმიტომ რომ რაღაცის მეშინია, აღიარება მინდა რომ ეს განსაკუთრებულობის განსასმაძლებს, მაგრამ შეიძლება მინდოდეს პოპულარულობა, იმიტომ რომ ეს რაღაც სარგებლის შექმნაში მეხმარება. ძალიან დიდი სხვაობა არის ამ ორ შორის, რა ამოძრავებს, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში ძალიან დიდი ენერგია დამეხარჯება, იმიტომ რომ ერთი ვიღაცა ცუდ სიტყვის ეს ჩემზე უარყოფითად იმოქმედებს. ან ვიღაც კარგ სიტყვის პირიქით ეს ძალიან აღმაფრთოვანებს. მაგრამ თუ მიზანი მეორეა, მიზანი მეორე არის რომ ეს მე მჭირდება პირობითად, იმიტომ რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მინდა გავაგონო ჩემი ხმა, იმიტომ რომ რაღაც ისეთი ვიცი, რაც ჩემ პრობლემას აგვარებს პირობითად. აქ უკვე გარეხმებს ისეთ ყურადღებას აღარ ვაქცევ, იმიტომ რომ მე მამოძრავებს ის სარგებელი რისი შექმნაც მინდა და არა ის რომ მოწონება დავიმსახურო სხვა ადამიანებს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა არის და თან აქ ალბათ საინტერესო ეს არის რომ ადამიანები რადგან ვართ ეს პირველი ანუ შიშები გვამოძრავებს და ამის აღიარება არ მნიშვნელოვანია. ანუ თუ ცოცხალი ხარ ესე იგი ნიშნავს რომ ეს შიშები გვმართავს, მაგრამ პირველი გაცნობიერება მაქედან იწყება რომ დავარქვა სახელი და ეს რისთვის კითხვა არის კარგი გზამკვლევი აქეთკენ რომ ეხლა მე რისთვის მინდა ეს ყველაფერი რაღაცის მეშინია თუ რეალურად ჩემი სურვილებისთვის როგორც კი მეყოფა გამბედაობა რომ ეს ვაღიარო უკვე უფრო მეტად უახლოვდები საკუთარ თავს და რაც უფრო მეტად უახლოვდები საკუთარ თავს მე უფრო ენერგიულადაც მოქმედებ და უფრო ადვილადაც სახელის დარქმევა საქმის 50%. ეს კიდევ ცალკე ამბავია. ანცა მე ვთქვი დასაწყისში რომ ცვლილებების მომხრე ვარ, მივესალმები, ყოველთვის კარგია თქო, მაგრამ ისიც ვიცით რომ რაღაც ცვლილებებს ყოველთვის მოსდევს გარკვეული დისკომფორტები, რაღაც კომფორტის ზონიდან გამოსვლები ხშირ შემთხვევაში, რაღაც გარკვეული ქარტეხილებიც შეიძლება იყოს ამ გზაზე და მოკლედ ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს და ჩამოყალიბებული უნდა იყოს მთელი ჩვენი კომუნიკაციაც ამაზე გადის, მე მგონი ეს ხაზი, რომ რაღაც კონკრეტული მიზნისკენ მიდის. აი, როდის შეიძლება ჩათვალოს ადამიანმა, რომ რაღაც ნამდვილად სურს, როგორ შეიძლება მიხვდეს, თუ უბრალოდ რაღაც ყოველდღიურობით დაიღალა და ამიტომ გადაწყვიტა რაღაც ცვლილებები. აი ამის მთავარი სიმპტომი რა შეიძლება იყოს, რომ ჩვენ ნამდვილად რაღაც ცვლილება გვჭირდება და ეს ცვლილება ჩვენ რაღაც კარგთან მიგვიყვანს. გაზაფხული კარგი პერიოდი არის ზუსტად ამისთვისაც, რომ აჩვენებს როგორც აი დადებით იმპულსებს რომ რაღაცა განახლება მინდა, ასევე მაჩვენებს იმას რომ რაღაცეებისგან დავიღალე, იმიტომ რომ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ შემიცვლია, ესეც იმიტომ ხდება რომ ბუნებრივად არ გვინდა ცვლილებების ესე ვთქვათ შექმნა და არ არის კომფორტული პროცესი. პირველი ალბათ აი ძალიან მნიშვნელოვანი ისევ საკუთარ თავთან კონტაქტში როცა ხართ, ჩვენი თავი გვანიშნებს ხოლმე, უბრალოდ ამის წაკითხვა არ ვიცით, დაღლილი ხარ თუ რაღაცა სურვილი გაგიჩნდა, ამას გვეუბნება, მაგრამ პირველი აი ძალიან მარტივი რაც შეიძლება გააკეთო არის რომ უბრალოდ მოქმედება დაიწყე. ჩვენ ვართ ხოლმე რომ ველოდებით, ეხლა რაღაც უნდა მოხდეს, აი მზე უნდა გამოვიდეს, ვიღაცამ უნდა დამირეკოს, აი მოდი ეხლა ეს დამთავრდება და მე რაღაცას გავაკეთებ. აი ამ შინაგან ძალას ველოდებით ხოლმე, თითქოს აი мотиваციას რასაც ვეძახი, რომ აი ეხლა მთებს გადამადგმევინებს და სინამდვილეში мотиваცია პირიქით მუშაობს. ანუ მოქმედების შედეგი არის რაღაცა. ანუ პატარ-პატარა ამბებით უნდა რაღაც ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ. და არა რადიკალურით. ძალიან უცნაური რამე ყოფილა. როგორ შეიძლება რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე გქონდეს ძალიან დიდი мотиваცია, მზად იყო შემართებით იყო და რაღაც ეტაპზე ეს мотиваცია მე საერთოდ სხვა შემოგეკარგოს. აი რაღაც შენ თვითონ ადამიანი რამდენი ვერსია შეიძლება დაინახო და გაიცნო საკუთარი თავის, აი ხშირად მართლა რო გავიხედები ხოლმე წარსულში, ხვდები რომ სულ სხვადასხვანაირი გამოცდილებებია და ეს мотиваციაც ხან არის მოწოდების სიმაღლეზე, ხან პირიქით და ხშირად არ არის ხოლმე ხო ჩვენზეც დამოკიდებული რამდენად მზად ვიქნებით. თქვი შეიძლება სურვილი გქონდეს, მაგრამ
რაღაც ეტაპზე ვახორციელებთ ამ ცვლილებებს, ამ დიდი мотиваციის პარალელურად და რაღაც ეტაპზე ვერ ვახორციელებთ. აი ესეც ძალიან უცნაური მდგომარეობა. ანუ мотиваცია არ არის მუდმივი მდგომარეობა. ხო, ის ხანდახან ეს შინაგანი დრაივი რო გვაქვს ხოლმე, რომ აუცილებლად მთებს გადადგა უგონია და გამოხვალ მოქმედებაში და შეიძლება მეორე დღეს დაგეზაროს. აი ახალ წელს რო ჩავიფიქრებთ ხოლმე, ხა გაზაფხულიც კარგი პერიოდი არის მაგისთვის, რომ აი ყოველდღე ვივარჯიშებ. დარბაზში ყოველდღიური და გათენდა მეორე დღე და აღარ გინდა იქ რო წახვიდე. ანუ და მოლოდინი გვაქვს არასწორი мотиваციასთან მიმართებით, ხო? იმიტომ რომ ის თავიდან ამანთო დიდი ალბათობით აი იმ შესაძლებლობამ, ჩემმა იმ ვერსიამ, რომელიც არის ჯამრთელი, რომელიც კარგად გამოიყურება ფორმაშია და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ხო გავიღვიძე, ეხლა ხო ჯერ არ ვარ, ნახე, აი ჯერ მანძილი არის იმ ჯამრთელ ჩემს თავამდე და აი უკვე ეს ძალას მაკარგვინებს თითქოს. ამ დროს რაც უნდა მესმოდეს არის ის, რომ თუ ავაყენებ ჩემ თავს ახალს არაფერს არ ვამბობ ეხლა უმარტივესი არის, მაგრამ ზუსტად მთელი წინააღმდეგობა მანდ არის ხოლმე, რომ კი არ დაველოდო რაღაცას, არამედ დავიწყო მოქმედება და ხშირად ანუ ერთის მხრივ მიზანი რო ვიცი, მეორე მე ფოკუსი რაზე უნდა გადმოვიტანო, ეს ამნიშნავ ფოკუსს გადმომაქ მე პროცესზე. ანუ ყოველდღიურად ვცდილობ სიამოვნება მივიღო აი იმ პროცესით, იმ პატარ-პატარა ნაბიჯებით, რაც იქამდე მიმიყვანს, მაგრამ მე თუ დილით გავიღვიძე, სარკეში ვიყურები და ნუ აი ხლა ჯერ არ ვარ რა ისეთ ფორმაში, როგორშიც მინდა რომ ვიყო, ეს დემოტივაციას ჯერ არ ვარ მზად. ჯერ არ ვარ ხო ისეთი. მაგრამ მეორე მხრივ თუ იცი, საითაც მიდიხარ, პატარ-პატარა ნაბიჯებს დგავ, აი თუ რაღაცა გეზარება შეატყერო, ცოტა დაგეძინა, შენ თავს ეუბნები, შემოუძახებ, რომ 1 2 3 ავდექით, რაღაცა პატარა გააკეთე, ენერგიის ამოძრავებას იგრძნობ მაშინ. პატარ-პატარა ნაბიჯებით, თუნდაც საკუთარი საწოლის გასწორებით, დავიწყოთ რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა.